მოგესალმებით, დადგა სამშაბათი. მე გახლავთ გიორგი დარასელია, მინდა მოვიკითხო აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი, პატიმრები მინდა მოვიკითხო დღეს განსაკუთრებით და ჯარისკაცები და ყველა ის ადამიანი, ვინც საჭიროა ჩვენ მოკითხვას და ვინც ნეულებას ეშინა არის რაღაც ბედნიერება და სიხარული მინდა უსურო და რავით საქართველოში ცოტა ისეთი სიტუაცია არის, რომ რაღაცა ქაოსმა მოიცვა თელი ეს კვირები რაღაცა ვიდეო კადრებზე ლაპარაკობენ რაღაცა და ძალიან იჩაგრება საქართველოში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მოვიყვანეთ მამაო, რომელიც ძალიან მოგვენატრა მეც მენასაც ავიცი ინტერნეტშიც წერდეს რომ მამაო თქვენზე მამა გიორგი თევდორაშვილი ყავს, თუნდაც ნარიყალის ადრესის წინამძღვარი, დაგულოცეთ თუ შეიძლება მამაო. მე ყველა დაგულოცეთ. დიახ, ძალიან მოგვენატრა მამაო თქვენი საუბარი და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თემა ესე თუ სწორად შევასადაგეთ, მე მგონი იმას, რომ თქვენ ვიცი რომ ამაზე ზუსტ პასუხებს გაგცემთ მამაო და თავს არ შეიკავებთ და ამასთან დაკავშირებით რომ რაღაც ადამიანის ჩაგვრის მომენტი წამოვიდა დღეს წინ საქართველოში და რატომ ხდება ხოლმე ეს და რატო აქამდე არ ჩანდა არაფერი ისე რაღაცა ზოგჯერ რაღაცა ის ჩვენ ქრისტიანები ესეთი მაგარი ქრისტიანები თვალს ხუჭავთ ხოლმე ბევრ ამაზე რაღაცა და რაღაცა ის სადმა განსაზღვროს და სადმა დაიჭიროს ის მომენტი, რაზე უნდა დახუჭო თვალი, რაზე ამოიღო ხმა და ასე შემდეგ. თუ შეიძლება მამაო, რატო არის ადამიანი ამ ქვეყნად დაჩაგრულ მდგომარეობაში? თან აი ქრისტიანი მართლმადიდებელი ის უყოველთვის. ძალიან საინტერესო თემაა, გიორგი. მივესალმები ყველა მაყურებელს და მსმენელს. თითქმის ყველა თანამედროვე პოლიტიკოსი შინაური და გარეული ამ თემით სპეკულირებს, ხო? თითქმის ყველა ორგანიზაცია და გარკვეული საზოგადოება იქმნება იმიტომ და ყველაფერი ფაქტიურად აი ამ თემით არის, ასე ვთქვათ, წამოწეული, რომ დაეხმაროს გაჭირვებულს, ქართული ფილმიც არის, ხო, გაიხარე მუშაო წამებულო. ძალიან ესეთი საინტერესო თემაა და ამიტომ რა თქმა უნდა პოლიტიკოსმა პოლიტიკაზე ისაუბროს და ჩვენ როგორც სასულიერო პირებმა ეკლესიის მსახურება ცოტა სიღრმისეულად უნდა დავანახოთ საზოგადოებას ადამიანის ჩაგრული მხარე. მაცხოვარი გარკვევით ეუბნება ადამიანებს და ყველას მოვედით ჩემ და ყოველნო მარშრალ და თვითმძიმერო და მე განგისვენოთ თქვენ. აიღეთ უღელი ჩემი, ადამიანი თუ უღელი ჩემი სუბუქია და პოვოთ განსვენება სულთა თქვენთან. სამწუხაროდ როგორც თანამედროვე ადამიანი, ასე ნებისმიერი პერიოდის ადამიანი არ მიდის ღმერთთან ერთეულების გარდა. ან უпростоრად გონია რომ ღმერთთან მივიდა, ღმერთის შვილია, ღმერთის მცნებებით ცხოვრობს და ასე ვთქვათ, შემდგომში ძალიან ბევრი პრეტენზიები გააჩნია საკუთარი თავის გარდა ყველასთან. რა თქმა უნდა ეკლესიასთან, პატრიარქთან, მოზღვრებთან, ხელისუფლებასთან და სვავს კითხვას, რა გვეშველება? ალბათ თქვენ ეს შეკითხვა ყველას გეცნობათ, ხო გიორგი? რომ აი მამაო, რა გვეშველება? რატო ვართ? ჯერ უნდა ვიცოდეთ, რატო ვართ ამ მდგომარეობაში და მე რომ მივხვდებით, რა გვეშველება და რა არის გამოსავალი. ადამიანს რაც ჭირს, ეს როგორც საფრთხო სიბრძნე, ასევე საერო სიბრძნეა, ყველაფერი საკუთარი არასწორი ცხოვრებიდან ჭირს, მაგრამ ცირედნი ფიქრობენ და აბრალებენ საკუთარ თავს, ადვილია გადააბრალო ღმერთს, ადვილია გადააბრალო მოყვას და შენ სახლობლებს, რომ მე ამ მდგომარეობაში იმიტომა ვარ, მე იმიტომა ვარ ასე და ისე, რომ აი მავალმა და მავანმა მე ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობაში ჩამაყენა. ეს უკვე არასწორი კურსია, მე არავის ხელს არ ვაფარებ და არავის გამართლება არ მინდა, მაგრამ თუ ადამიანმა თავისი განკურნება არასწორი დიაგნოზით დაიწყო, ის ვერ განეკურნება ვერასოდეს. საკუთარი თავის გარდა დაადანაშაულებს ყველას და ასე ვთქვათ, თავის თავს ჩაგრულად წარმოაჩენს, როცა თვითონ ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლოდ ჩაგრავს სხვა ადამიანებს, ეს შეიძლება შვილი იყოს, ეს შეიძლება მეუღლე იყოს, ეს შეიძლება თანამშრომელი იყოს, შეიძლება მრევლის წევრიც იყოს და ამ დროს თვითონ აცხადებდეს, რომ აი როგორ ჩაგრავენ მას. ამიტომ მისგან მოდიოდეს ძალიან ბევრი უსამართლობა, უკეთურება და ეს ეშმაკის გარკვეული ხრიკია, რომ აი მაგალითად დავიწყოთ ცოტა უფრო სიღრმისეულად, როდესაც განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე მოდის ქვეყნიერებაზე, მას ეშმაკი თითქოს რაღაცნაირად გარკვეულ ბრალდებას უყენებს, რომ დროზე ადრე მოხვედი ძეო დავითისაო, ჩემ სატანჯველად ხარ მოსული. აი წარმოვიდგინეთ, რომ განკაცებული ღმერთი მოვიდა თითქოს იმიტომ, რომ ტანჯოს არაწმინდა სული.
არაწმინდა სული იტანჯება თავისი უკეთურების გამო, თავისი დაცემული ბუნების გამო. ღმერთი არავის არ ტანჯავს. და აქედან გამომდინარე ადამიანმაც უნდა იცოდეს, რომ როგორც ის ნათლის ანგელოზი დაეცა და თავის დაცემულობის გამო იტანჯება საუკუნო სატანჯველში, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი არასწორი ცხოვრებიდან გამომდინარე, ცოდვების დაგროვებიდან გამომდინარე, თავისი სოფლხედელობის, თავისი მრწამსიდან გამომდინარე იტანჯება და ვერ ხვდება, რომ თუ ის მივა მაცხოვართან, თუ ის შეცვლის ცხოვრების წესს, თუ ის სახარების მცნებებს დაიცავს, მას შეუმსუბუქდება ტანჯვა, რა თქმა უნდა, სულიერი ჯერ და ხორციელი. რატომ არ მიიღო სოფელმა მაცხოვარი და რატომ ეხლაც, ასე თქვა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იღებს ქრისტეს. ყველას აი შეიძლება ითქვას, ეს იყვნენ ებრაელები, იუდეველები, ნებისმიერ ადამიანი, ასე თქვა, გონია, რომ ქრისტე ადამიანს მოუტანდა ხილულ ნეტარებას, ხილულ ბედნიერებას, გარკვეულ სიამოვნებას, როცა მან დააპურა პური და თევზით ადამიანთა დიდი რაოდენობა, მას ძალიან ბევრი ადამიანი დაემოწაფა და გაყვარდა ქრისტემ სასწრაფოდ მიატოვა ისინი, რომ დაანახა ამ საზოგადოებას მათ და ჩვენს, რომ ქრისტე არ მოსულა, რომ ქვები გადააქციოს პურებად, რომ სასწაულები მოახდინოს, თქვა იქ წერია, ხო? ძალიან საინტერესოა მისი გამოცდა უდაბნოში და ეს გამოცდა არის ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება, სამი განსაკუთრებული გამოცდა, ვერცხლის მოყარეობა, დიდების მოყარეობა და პატივმოყარეობა. აი ამ გამოცდას ადამიანი რომ ვერ აბარებს და ითხოვს ღმერთისგან ქვების პურებად გადაქცევას, ანუ მატერიალურ კეთილდღეობას, ღმერთი მას ეუბნება, რომ არა პურითა ერთითაც ხონდების კაცი, არამედ ღვთისპირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. ეს ადამიანმა არ იცის. ამის შესახებ ჩვენ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა და სხვა მოციქულებმა გაგვაფრთხილეს ერთი ადამიანის შესახებ, ვინც არის სრუპენტელა მატყუარა, ქრისტეს ნაცვალი, ანტიქრისტე, რომელიც მოვა და ძალიან ბევრ ადამიანს ეტყვის, აი თქვენ ჩაგრულები იყავით აქამდე ქრისტიანობით, მართლმადიდებლობით, აი დააკვირდით გიორგი, რამდენი ესეთი ცრუ ორგანიზაცია და იდეოლოგიის ხალხი წარმოაჩენს სოფლიოში თავს, საქართველოში როგორ ეჩაგრებიან მართლმადიდებელი მღვდლებისგან და მართლმადიდებელი მრევლისგან. ზეგი თვითონ ჩაგრავენ მართლმადიდებლებს და ესეთი დევდილების იარლიკით გამოდიან, როგორც ის იყო 17 მაისს, თქვათ, რომ აი როგორ ტანჯავენ აქ მართლმადიდებლები. ეს არის ეშმაკის მანქანება, რომ თელ სოფლიოს დაანახოს, რომ ქრისტემ ვერ განკურნა ადამიანი, ჩაგრული ვერ წამოაყენა, ვერ დააპურა, ვერ მოუწესრიგა სოციალური მხარე, აი ახლა მე თუ კი ქრისტემ 5000 ადამიანი დააპურა, მე 500,000 დავაპურებ და 5 მილიარდს დავაპურებ და მართლა ასე გააკეთებს, ხო? და ძალიან ბევრი ქრისტიანი ბჭყალებში იტყვის, რომ აი მე ნახე ახლა ჭეშმარიტი მესია, მე აქამდე ცრუ ქრისტიანი ვიყავი და ცრუ ქრისტე მყავდა, იმიტომ რომ მე მშიერი ვიყავი დევნაში, შევიწროებაში და დაჩაგრულად გზნობდი თავს ეკლესიაში, რაღაც კანონებიდან გამომდინარე და სახარებისეული მცნებებიდან გამომდინარე, თუ კი ქრისტე გვეუბნება, რომ უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი, ანტიქრისტე ეტყვის, რომ ეძებეთ ძმებოდადებო სიამოვნება, კეთილდღეობა, თქვენ აღარ უნდა იყოთ ეჩაგრულები, თქვენ დღეიდან ბედნიერები და გახარებულები იქნებით, თუ მიიღებთ გარკვეულ რეგალიებს ხელზე და შუბლზე და ასე მოტყუებული ადამიანი ბევრს ეგონება, რომ განთავისუფლდა ჩაგვრისგან, ის უკვე გახარებულია და განთავისუფლებულია, მიიღებენ კოდირებას მარჯვენა ხელზე და შუბლზე და ენით აუწერელი მონობა დამყარდება თემ სოფლიოში. რაც იყო პირველ საუკუნეში რომის იმპერიაში რელიგიების გაერთიანება, კეფთაყვანისმცემლობა და რომის იმპერატორის განუსაზღვრელი ძალაუფლება, აი ზუსტად ასეთი მსგავსი გლობალიზაციის დასასრული იქნება. მოგეხსენებათ, რომ გლობალიზაციის დასასრული არის ერთი სახელმწიფო, ერთმართველობა, ერთი რელიგია, ერთი რწმენა, ერთი ფულის ერთეული და ყველაფერი ერთი. და აი ამ სახელმწიფოში ძალიან ბევრი გაბრიყვებული ადამიანი იქიდან გამომდინარე, რომ თავი დააღწიოს ბორკილებს და დაჩაგრულ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, ეგონება, რომ აი უკვე მოვიდა ჭეშმარიტი მესია და მე თავისუფალი ვარ და ეხლა გავიხარებ და ბედნიერი ვიქნები, აი ზუსტად მაშინ დაადებენ ბორკილებს ადამიანს დანაშაული აღარ იქნება, გიორგი წარმოიდგინე, ხო? ადამიანი როგორც კი გაიფიქრებს, რომ ვიღაცას რამე უნდა მოპაროს, მაშინვე დაიჭერენ მას, იმიტომ რომ ყველა მისი გააზრებული ინფორმაცია მივა კომპიუტერში და იქ მაშინვე მას, ასე თქვა, დაატუსაღებენ. აი პირველ საუკუნეში მონებს შეეძლო აჯანყება მოეხდინათ, ხო? სპარტაკმა აჯანყება მოახდინა და გაილაშქრა რომის წინააღმდეგ, მაგრამ საკმარისი ადამიანმა გაიფიქროს, რომ რაღაცა არ მოწონს
არსებულ წყობილებაში, ან მე არ მომწონს გარკვეული პოლიტიკოსი, ან ის პიროვნება, ვინც ქვეყანას მართავს, მას მაშინვე დაატუსაღებენ. ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არსებული ჩაგვრა და არსებული მდგომარეობა გარკვეული ხელოვნური მდგომარეობით არის გამოწვეული. ანუ თუ ვერ ხვდება ჩვენი საზოგადოება, რომ ყოველი ახალი საზოგადოება, ყოველი ახალი კოალიცია, ახალი პარტია პირდება ადამიანს თავისუფლებას, სიყვარულს, რომ ასე აღარ იცხოვრებთ, როგორც ახლა ცხოვრობდით, აი ჩვენ რა თავში მოვართ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ როგორც საქართველოში, ასევე მთელ სოფლიოში თითქმის ადამიანების ცხოვრება პირიქით უარესდება და უფრო ასე ვთქვათ, ძიმე მდგომარეობაში ვარდება. რატომ? იმიტომ რომ თავი და ბოლო ამ ყველაფერზე თვითონ ადამიანია. ადამიანი სანამ შინაგანად არ განიწმინდება, შინაგანად არ განთავისუფლდება საკუთარი ცოდვებისგან, ადამიანი ჩაგრული არის საკუთარი წამსით, საკუთარი მონური დამოკიდებულებით საკუთარ უნებებთან. სანამ არ ისწავლის უნებებთან ბრძოლას, რომ ბევრი არ უნდა ჭამოს, რომ არ უნდა იმრუშოს, რომ სხვის ქონებას არ უნდა შეეხოს და გაარკვიოს რა არის კარგი და რა არის ცუდი, რომ ეს შეიძლება თუ არ შეიძლება, თეთრი რა არის და შავი რა არის, სიხარული რა არის და წუხარება რა არის, ღმერთი ვინ არის და ეშმაკი ვინ არის, მანამდე სულ დაჩაგრული იქნება, იმიტომ რომ მისი ცნობიერება ადამიანი არის ვერტიკალური მოაზროვნე, თავისუფალი გონიერი არსება, ხატება და მსგავსება, ხო? ხატებისაებ და მსგავსებისაებ შექმნილი. და თუ ის იქნება მონობაში, თუ ის იქნება არასწორი აზროვნებით, არასწორი რელიგიით, არასწორი მწამსით, ბუნებრივია სულ დაჩაგრულად იგზნობს თავს და ეს აწყობს ზუსტად იმ არაწმინდა ადამიანს, ვინც იქნება ანტიქრისტე და ეტყვით, რომ აი ახლა მე მოვედი ზუსტად იმიტომ, რომ 2000 წლოვანი მეუფებიდან, რომელიც იმ ვიღაც ჭყალებში ქრისტემ მოგიტანათ, გაგანთავისუფლოთ, ყველაფერი ნებადართულია, ყველაფერი გააკეთეთ, რაც გინდა და თქვენ იქნებით ბედნიერი ადამიანები. იცით რომ ადამიანი თითქმის ყველა ადამიანი მოწოდებულია იმისთვის რომ იყოს ბედნიერი და ეძებს ბედნიერებას. ოღონდ ეძებენ იქ, სადაც არ არის ბედნიერება. ადამიანისთვის ბედნიერება არის სულიერი მდგომარეობა, სასუფეველი ცათა მის გულში. და აქ რო არ ეძებს ბედნიერებას, მე უკვე ეძებს ბედნიერებას სამწუხაროდ, თავისუფლებას, ჭეშმარიტებას ეძებს რაღაც უაზრო მდგომარეობაში და ფაქტურად აი ეს არის მიზეზი, ეს არის სასულიერო პირის ხედვა და ეს არის ეკლესიური სწავლება, რომ ადამიანი სანამ ვერ მიხვდება, რომ თავი და ბოლო მასია პრობლემა, მისი ჩაგრულობა არის ის, რომ ის საკუთარი ვნებების მონობაში იმყოფება. და ადამიანი, რომელიც ბევრს მიირთმევს, არ აიცავს მარხვას, არ ლოცულობს, არ ეზიარება, არ აკეთებს სიკეთეს, ხო, ბუნებრივია ის უკვე გარკვეულად დაბოღმილია, გაბოროტებულია და მას ყველა თავისნაირი გონია. აი როგორც ესეთ რომაული გამონათქვამი იყო ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, ადამიანი ადამიანისთვის მგელი იყო და ქრისტე გეუბნება რომ გიყვარდეს მოყვასე შენი, როგორც საკუთარი თავი და გიყვარდეთ მთელი თქვენი მტრები. ეხლა მითხარით პატივცემულო მსმენელო მაყურებელო, ან ჩემო გიორგი, ვინმეს თუ ვინმე ისე უყვარს, როგორც ქრისტემ გვასწავლა, ან თუ გიყვარს ჩვენ მტერი. და ეს მდგომარეობა ჩვენ გვაყენებს ძალიან ჩაგრულ მდგომარეობაში, რომ როცა თვითფრინავი არაფრინდება და ის აეროპორტში მოძრაობს, მისი დანიშნულებას ის არ ასრულებს, ხო? თვითფრინავის მოვალეობა რომ აფრინდეს. ადამიანი, რომელიც სეცისკენ არ იყურება გიორგი და მცნებებს არ იცავს და სასუფეველი ცათა გულში არ აქვს, ის უკვე დაჩაგრულ მდგომარეობაშია თავისი უზნეო ცხოვრებით. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და მეორე მხარეს მინდა შევეხვა აუცილებლად მამაო, ის ადამიანები, ვინც ჩაგრავენ სხვა ადამიანებს, ხო? ძალიან რთული არის ახლა და რაღაც ძალიან ბევრი ადამიანი თავის წესიერების და გამო იჩაგრება რა და აი როგორ უნდა მოიქცეს მამაო ქრისტიანი მტურ სადღაც არის რომ რაღაცა უკვე აღარ უნდა დაითმინო, იმიტომ რომ აი არის ის მომენტი რომ ვიღაცა შენთვის ახლა აი ამა სიამაყის ხრივ კი არ ვამბობ თელ ცხოვრება ადამიანი შეიძლება დაიბადო ცხოვრობ წესიურად, რაღაცას აკეთებ შენი მცნებებით, რაღაცა ცხოვრობ და ვიღაცა შენთვის არაფერი იმ შენივე ქრისტიანობით გესპეკულიანტება, რაღაცაზე თუ პასუხი გაიცი, აი ეს არის შენი ქრისტიანობა. ეს სიტყვაზე ჩემ პატრიარქზე თქვის რაღაცა დავიცავი, იქ დაწერენ რომ აი ეს არის სიტყვაზე ამის ქრია, აი ნახე როგორ იცავს რაღაცა ეს მოეწონება იმას ეს მომენტი. აი მომენტს მაო სუ იჭერენ ხოლმე და სუ ამით აი რაღაცა, აი ეშმაკები ხო სპეციალურად აი ამით სპეკულირებენ. აი ამაზე უნდა გაჩერდეს ადამიანი, არ უნდა გაჩერდეს თუ როგორ უნდა დაიცვას, აი თავისი ქრისტიანობა იქნება თუ ეს რაღაცა თავისი ოჯახი იქნება თუ პიროვნული, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მამაო, რა თქმა უნდა, ეხა ის შეუგნებელია, ვინც მეორე ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს, მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ქრისტიანები აი ამ იმის ქვეშ ჭყალებში პრესის ქვეშ ხვდებიან ხოლმე მამაო, რა ეს იქნება ციხეებში, იქნება თუ სადაც არ უნდა იყოს, ხო? სულ ყოველთვის ვიღაცა შენთვის
არავინ საერთოდ ქრისტიანისთვის არავინ არ არსებობს ეს ცალკე კიდე საკითხია მაგრამ ვიღაცა ადამიანი რომელსაც არც ქრისტიანად არ უცხოვრია არც არ ვიღაცა LGBT ან LGBT-ც არ იყოს ვიღაცა თავისთვის არის რა ვიღაცა ბოროტი ადამიანი შენი იმით სარგებლობს აი ამას იყენებს თქვენც ალბათ ხშირად მოგსვლიათ რომ აი მამაო ხარ როგორ იქცევი რო უთხრა რამე და არ უთხრა არ ჩერდებიან და გადმოდიან ხო ზემოდან სიტყვაზე ხო ეს მომენტი აქვს და აი ის ვინც თქვენი ან ჩემი ან ვიღაცის ქრისტიანობით თვითონ სპეკულირებს მამაო როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ბევრის კითხვას ვიცი ახლა მამაო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხებული ამით ლამის უკვე აი ეს ჯვარი მოიხსნას და დადგეს და უკვე ისე დღეში არიან რომ ლამის დანა აიღო და მოკლან ისინი იმდენად ეს სახშიც ხდება ხოლმე მამაო ვიღაცა მლოცველი ყავთ 5 ოჯახის წევრია იმ ერთს პრესავენ 4 სიტყვას და ასე შემდეგ და რაღაცას ხო აქვს საზღვარი და თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო საკითხია გიორგი. ამის შესახებ ბუნებრივია ახალ აღთქმაში წმინდა წერილში არის პასუხი. აი რა საინტერესოა, როცა ქრისტიანობა ყალიბდება და შემოდის, მონათფლობელობაა გავრცელებული მაშინ ხო სამყაროში. არსად სიტყვა არ უთქვია ქრისტეს ან მოციქულებს, რომ ასე ვთქვათ, ბატონებო მონები გაანთავისუფლეთ და მონებო აღარ დაემორჩილოთ ბატონებს. მაგრამ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ და გავრცელების შემდეგ თავისთავად ქრება მონობა. აი ეს საინტერესო ეპისტოლია ფილიმონის მიმართ. ფილიმონს ეუბნება ქრისტე, ეს პავლე მოციქული, რომ ონისიმეს როგორც სულიერ ძმას ისე მოეპყარი. ისე კი არ ეუბნება რომ გაანთავისუფლე, ის უკვე თავისუფალია, მაგრამ ბატონებო, თქვენც აკავთ მეუფე ზეცაში ეუბნება. აი იგივე თქვა დღეს ბევრი მსმენია გიორგი რომ რომელიმე დიდი თანამდებობის პირი არის ეკლესიური, მაგრამ ძალიან სადესტურად ეპყრობა თავის თანამშრომლებს, ხო? მან უნდა იცოდეს კაცო, რომ ისინი მისი მონები კი არ არიან, არამედ როგორც ის ღმერთმა დაადგინა დროებით რაღაც გარკვეულ თანამდებობაზე, მან ეს თანამდებობა იმ ადამიანების მსახურებაში უნდა გაატაროს. უნდა ემსახურებოდეს მას. მინისტრი რას ნიშნავს? მინისტრი იყო პიროვნება, ვისაც უზანგი უნდა დაეჭირა პიროვნების, ვინც ხენზე ჯდებოდა. ანუ მსახური იყო ფაქტიურად, ხო? და ჩვენთან როგორ არის, როგორც ადამიანი რაღაც თანამდებობაზე დაინიშნება, მაშინვე უყვირის ასია ეკლესიაშიც, ხო? ეს დიქაროსნების უფროსი თქვა, ან დიაკონი, ან მღვდელი, ისა ექცევა მრევლს, როგორც მონებს ფაქტიურად ხანდახან ზოგიერთ ადგილას სამწუხაროდ ეს რეალობა. და აი რო შეხედა რაღაც ისეთი დამოკიდებულებაა მე შიგნით ვლაპარაკობ უბრალოდ რა ძალიან კარგია დიახ რაღაცა არის მამაო არის ბატონი და ესენი არიან მონები და პირიქით შემოძირფა როგორც პატრიარქი ემსახურება ეპისკოპოსებს მღვდლებს და ყველას და ფეხებს ბანს ხო რატო არის ზიარების წინ ფეხთ ბანვა ეს ნიშნავს იმას რომ მე უნდა გემსახურო შენ გაზიარო და ჯერ უნდა დაგიახლოვდე და სიმდაბლე უნდა გამაჩნდეს ანუ შენ როცა ხარ ბატონი უფროსი თანამდებობის პირი და რაღაც ხო თავდაბლობით უნდა იყოს ჩემო კარგო და არა იმით რომ ახ სიმკაცრე თუ არ იქნება სიმკაცრე სიყვარულით უნდა იყოს და უნდა გახსოვდეს რომ შენც აკავს უფალი ასევე ქმარი რო ექცევა ცოლს დესპოტურად უნდა ახსოვდეს რომ მისი თავი ქრისტე უნდა იყოს და თუ ქმრის თავი ქრისტე არ არის თვითონ ვერ იქნება კარგი თავი ცოლის და ცოლი რო ხედავს რომ მისი ქმარი დესპოტია ხო ამიტომ მე ასეთი ის გავრცელდა ხო რაღაც სტრატეგიის ფაქტები და ასე შემდეგ და არ არის მართალი ხანდახან რამდენი ქალბატონი არის ჩაგრული ოჯახში და ძალიან ბევრი მორწმუნე მამაკაცი აცხადებს რომ ის დიახაც ქრისტემ დაადგინა მის ბატონად და ასე შემდეგ ხო ეს სამწუხაროა ისე უყვარდეთო ცოლები როგორც საკუთარი თავი უყვართო როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვისო გთხოვ საზოგადოებას რომ ძალიან პატარა ეპისტოლია ფილიმონის მიმართ აი შეეხება იმას რომ კი არ უთხრა რომ შენ ახლა ეს გაექცა მას მონა ონისიმე და დააბრუნდა მე პავლე მოციქულის თხოვნით და თავისთავად მე გახდა თავისუფალი იმიტომ რომ თვითონ ფილიმონი ისეთ პიროვნება იყო რომ გახდა ქრისტიანი უკვე შეცვალა დამოკიდებულება მონასთან ანუ არ გამოსულა მიტინგებით ხო ეკლესია და არ უთქვია რომ ეხლავე ყველა მონა გაანთავისუფლეთ და ყველა თავისუფალია როცა ისინი ბატონები სულიერად განიწმინდნენ და თვითონ გაანთავისუფლდნენ უნებებისაგან მიხვდნენ და თავიანთი მონა და მსახურები როგორც ილია ჭავჭავაძემ გამოაცხადა ხო პირველი მას მოგეხსენდება დაუჯანყდნენ თავადები და უთხრეს რომ რას ქვია გლეხები გავანთავისუფლოთ მიწებით ხო პირველი იყო წმინდა ილია მართალი ვინც თქვა რომ გავათავისუფლოთ გლეხობა და მივცეთ მათ მიწები იმიტომ რატო გააკეთა ეს იმიტომ რომ სულიერი პიროვნება იყო და თვითონ იყო განთავისუფლებული მონობიდან და ვინც თვითონ მონა გიორგი დაუკვირდი ხო აი თანამდებობის პირია თვითონ არის მონა ძალიან ბევრი ჩვევების
და აი ამ თვითონ რომ დამონებულია ძალიან ბევრი ჯავს ყრილობს მე თავის ქვევრდომების მიმართ და მოკლედ ესეთი დესპოტია ვერ წარმოიდგენთ. ან ნაკურთხია ორგანიზაცია, ჯვრებია გამოსახული, ხატებია, ბზები, ნაკურთხი წყალიც აქვს. მამაო რომ მივა, ფეხებში ეგებება, მამაო თანხას აჩუქებს და შენი ჭირიმე, შენ განაცვალე და რო წავა მამაო, ხო? მე დამთავრდა რეკლამა და აბა ეხლა თქვენი ესე და თქვენი ისე. მე ამას ვლაპარაკობ მოსმენდილს და გაგონილს, ჩემი თვალით ნანახს, იმიტომ რომ ნანახიც მაქვს. ნანახიც მაქვს, ხო და იმიტომაც მოვიყვანა ეკლესია, ჩემო ძირფასებულო. ღმერთი ხო ყველგან ხედა, მამაო მოვიდა თუ წავიდა რა მნიშვნელობა. ღმერთმა ჩვენ გაგვანთავისუფლა ყველა და შენ რო განთავისუფლებული არ ახარ და მონახარ, მრისხანების მონახარ, ხო და ეს მრისხანება რო ვერ მოუცილებია ზოგიერთს. აი სხვანაირად არ შეიძლება ამათ რომ მოექცია თუ მრისხანეთ არ ეკნები. თვითონ ამ მრისხანების მონა და მრისხანებას რო ვერ ებრძვის, აი ამ მრისხანებას აფქვევს ქვეშევრდომების მიმართ. იგივე სასულიერო პირი თვითონ ძალიან მკაცრია და ნერვების პრობლემა აქვს ამ დროს და ებრძვის ვიღაც თქვა, აი მე სხვანაირად არ შეიძლება ურთიერთობა. მერტი მითხარით, სადმე ვიღაც გაჭირვებულს თან იმას სადმე ქრისტიან მოციქულები თუ აი რა ვიცი ისეთ რამეს შადიან სიყვარულის გარეშე და თავდაბლობის გარეშე. ერთადერთი იყო ქრისტე განრისხდა, ოღონდ არ შეუცოდავს, ძალიან ესეთი მძიმე მდგომარეობა ნახა ტაძარში და იქიდან გამოასხა ის ვინც იქცეოდა ურჯულოებით, ხო? მაგრამ მათი ღირსება არ შეულახია და უბრალოდ პირუტყვები გამოდევნა იქიდან. მაგრამ აი ესეთი შეურაცხყოფები, რახან მე შენზე ზემდგომი ვარ, დაჩაგვრები სამსახურიდან გაგდება და აი ამ დროს შენ მიდიხარ და ეზიარები. იგივე ციხის მომენტი აიღოთ გიორგი, იგივე სამანტყოფოში თქვა, თავარი ექიმი ხარ, ციხის უფროსი ხარ, ძალიან ბევრი ციხის უფროსი ხარ, თვითონ არის უსაღი, ხო? თვითონ და ზის ციხეში და ნახოს ახლა როგორია პატიმრობა. თვითონ ბევრი ექიმი თვითონ გახდა ახლა თქვა სნეული და ნახოს ერთი როგორია უგულოდ მოექცე პაციენტს და მარტოფული გამოართვა და არ განკურნო. ახლა აღარ ვიძახი არაფერს სასულიერო პირებზე. ასე რომ იმიტომ მოვიტანე მაგალითი წმინდა წერილიდან რომ ქრისტიანობა არ კრძალავდა მონათმფლობელობას, მაგრამ როგორც კი ბატონები გაანთავისუფლა აი ამ უკეთური მდგომარეობიდან, ბატონებმა თვითონ როგორც წმინდა ილია მართალმა თავისი ქვეშევრდომები გაანთავისუფლეს აი ამ მძიმე უღლისგან. აი ჩვენთან როგორ არის გიორგი, ხო? არჩევნების წინ გარკვეული პარტიები და კოალიციები უცინია, შენი ჭირიმე, შენ განაცვალე, გლეხებო, მუშებო და ქართველებო, როგორც კი მოვლენ სათავეში, მაშინვე ძვირფასი მანქანები, ძვირფასი ავეჯი, ძვირფასი სამსახურები, პრემიები და ასე შემდეგ. მე პოლიტიკას კი არ ვლაპარაკობ, ეს ხო რეალობაა ხალ. მათ რო საზოგადოება უყვარდეთ და ადამიანზე ფიქრობდნენ, ამდენი ათასობით თანხას ხო არ აიღებდნენ, როგორ უნდა შეგერგოს, ხო? თუ მინისტრი იქნება და ვინც იქნება, კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და ხალხი კმაყოფილია, აიღე 5 მაგი პრემია. მაგრამ თუ შენი ქვეშევრდომები და გაძვალტყავებული ხალხი სულს ღაფავს და შენ 2 მაგი თანხა რაში მიგაქვს, ესე იგი რამე კარგი გააკეთე და თუ ვერ აკეთებ და ვერ შველი ამ ხალხს, ან გადადექი, ან თქვი რომ ეს უარი თქვი ამ ხელფასზე, ის ხელფასზე შენ არ გეკუთვნის, იმიტომ რომ შენ ეს თანხა მიგაქვს, არ შეგერგება უბრალოდ რა. ასე აქედან გამომდინარე, ანუ მინისტრი ხარ თუ ვინც ხარ, მღვდელი ხარ, ეპისკოპოსი ხარ, ვინც ხარ, ჩვენ დაგვადგინა ღმერთმა ჩაგრულებისთვის, მშივრებისთვის, ქვრივებისთვის, ობლებისთვის, გაჭირვებულებისთვის, ხალხო და ეს ყველაფერი ქრისტემ გააკეთა. ქრისტემ დაგვანახა მაგალითი, ხო? აცმევდა, აჭმევდა, კურნავდა და ჩვენ ესე მაღლიდან ლაპარაკი რომ გიხაროდეს, გაიხარე, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. უკვე ხალხი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. და ამიტომ დავიწყეთ რომ ამ შემოდგომის წვიმიან საღამოს გიორგი, მე და შენ ახლა ვინმეს არ ეგონოს რომ ჩვენ სასწარკვეთილებაში ვართ და ან ვინმეს ვებრძვით. არა, მაგრამ რეალობა უნდა ვთქვა სიმართლე, ხო? მე არ ვასახელებ არავის, მაგრამ როგორც გინდა ვიძახოთ რომ ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება, რატომ ვიტყუებით, ხო? ყოველი წელი და ყოველი შემდგომი წელი უფრო ცუდისკენ მიდის. და უნდა მივხვდეთ რომ ეს პარტიების ბრალი და ხელისუფლების ბრალი კი არა, ყველა ჩვენთაგანის ბრალია გიორგი. ეს არის არასწორი ხედვა, ეს არის არასწორი ცხოვრება, არასწორი პოლიტიკოსობა, არასწორი ხანდახან დამოკიდებულება ეკლესიასთან და პატარა მაგალითს მოგიყვან გიორგი, შედით ახლა სოციალურ ქსელში გარკვეული საიტებია, ხო? და რა დონის გინება და ლანძღვარი პატრიარქის, ღმერთის, წმინდანების და ამაზე არავინ ხმას არ იღებს და ამაზე არანაირი ცენზურა არ არის. შეიძლება რომ კაცო შენ ღმერთი არ აქცამს გასაგებია, მაგრამ რატო ლანძღავ ჩემ პატრიარქს? რატო ლანძღავ ჩემ ღმერთს იესო ქრისტეს? რატო ლანძღავ მამა გაბრიელს? ერთი ამიხსენი რა უფლება გაქვს? და ამაზე რომ შენ რეაგირება არა გაქვს. წარმოიდგინეთ ხალხო რა მუჰამედზე ვიღაცამ კარიკატურა დახატა და ნახე რა უყვეს. მე არ ვიძახი რომ იმას თავი მოვაჭრათ, მაგრამ
როცა ესეთი მდგომარეობა პასუხგაუცემელია ქვეყანაში, ამიტომ არის ესეთი მდგომარეობა და ამაზე ხმა უნდა მოვიღო და უთხრათ რომ შენ შვილო წარმართი ხარ, აგნოსტიკოსი ხარ, ათეისტი ხარ, შენთვის იყავი და ნუ მლანძღავ და ნუ მაგინებ, მე არ გეუბნები შენ არაფერს და შენ რატომ მლანძღავ და რატომ მაგინებ, ხო? რადგან ასეთი სიბინძურე, ახალგაზრდები არიან გიორგი და იმხელა სიბინძურე და იმხელა ღვაწლი მოდის, რატო იცი რომ უკვე მონები არიან, გონიათ რომ თავისუფლები არიან გიორგი და გაბრიყვებულები არიან ვიღაც საზოგადოებისაგან და ამ დროს იცით ვინ იყვნენ რა ეს უღმერთოთა კავშირის წევრები, ყოფილი სტექაროსნები, ყოფილი სემინარისტები, თითქმის ყველა რევოლუციონერი სემინარისტი იყო, გუდლიშვილი იყო, რატო სემინარიაში ისეთი სწავლა იყო გიორგი მაშინ, რომ ყველაფერს ასწავლიდნენ სიყვარულის გარდა და სიხარულის გარდა და სულიერების გარდა და ამ ხალხმაც, ამ ახალგაზრდებმა, ეხლა ამასინათ არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, ესეთი ამბები ჯი არა და მეორე ესეთი ნიუსი ჯი არის, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი პატრიარქს წერს ღია წერილს, 14 წლიდანო გიცნობო და მიყვარხარო და აზრი შემეცვალაო შენზეო, გავიზარდეთ უკვე ჩვენ ეხლაო და სერიოზული ბრალდებებია იქ არასწორი, ხო და შედალოცილო 14 წლიდან თუ ეკლესიაში ხარ, მეტი ვერაფერი ვერ ნახე, განკითხვის და გინების გარდა, თუ შენ პატრიარქში კარგი ვერ დაინახე ამდენი ხანი, აი იმიტომ არის ჩვენი საქმე გიორგი ძალიან ცუდად რომ იძახის რომ მე პატრიარქთან ტრაპეზზე ვიყავ, ის თქარი მეცვა და ესე იგი ეს ადამიანი იმდენად გულგაციებულია რომ ვერ გათვა რა წარმოიდგინე პატრიარქთან და ეს პატრიარქის ბრალი კი არ არის გიორგი ეშმაკი ღმერთთან იყო და გაცივდა ხო მას მადლი აქვს კიდე ანუ მადლის ქვეშ არის ეშმაკი მას შიგ ეშმაკში მადლი არ არის აი ქვა რო გდია მზეზე წარმოიდგინე ხო მზე ანათებს ქვას მას შიგ ქვაში სიცივია ასე არის ეშმაკი ასე არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეიძლება სტექაროსანია ეხლა პატრიარქის გვერდზე დგა მაგრამ გულია გაბოროტებული და საერთოდ არაფერი არ არაინტერესებს ძალიან კარგად ამბობს ივანე ღვთისმეტყველი გნოსტიკოსებზე ამბობს რომ ისინიო ვინ ჩვენიდან გავიდნენ ანუ ეკლესიაში ვინც იყო და გავიდაო როცა ჩვენთან იყვნენ არც მაშინ არ იყვნენ ჩვენიანებიო შეიძლება ეკლესიაში ხარ შემოსასამოსელი გაცვია ყდელი ხარ თქვა რაღაც ისე მაგრამ ამ დროს ძალიან შორს ახარ რაღაც სხვაგან ახარ იქით ტერიც იყო ტერი იყო და ქადაგებდა დიახაც მონობას და რაღაც სისულელეებს ხო ეს ყველა სახეზე ეტყობა და ქმედებაზე ეტყობა და მე ამის გამო გიორგი ილანძღება ეკლესია და ეკლესია გონიათ მარტო პატრიარქი მარტო ეპისკოპოსი ეკლესია არის პრემიერ-მინისტრი ეკლესია არის პრეზიდენტი ეკლესია არის ყველა ის ვინც დღეს ვითომ აგინებს ყველა მონათლული ეკლესიაა ხალხო და რატომ მაინც და მაინც ეპისკოპოსები რატომ მაინც და მაინც პატრიარქი და მღვდლები ყველა ეკლესია ვართ და მე ჩვენ გთხოვენ პასუხს აი ეკლესიამ ესე თქვა ეკლესიაში ესე საპატრიარქო არ არის მარტო ეკლესია ხალხო ყველა სოფელში არსებული 60 ქულო ეკლესიის წევრია და ყველა მოკლედ ყველა მართლმადიდებელია და ყველას გვევალება გამოსწორება გიორგი და ერთმანეთის მხარში დადგომა და ამიტომ აღარ იქნება ამდენი დაჩაგრული და გაბეჩავებული დამონებული როგორ მოხდა საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია იცით რომ აი დაჩაგრული ხალხის ასე თქვათ გამოსასწორებლად ხო მაგრამ მე სისხლის გუბეები და მდინარეები წავიდა რატომ მოხდა ოქტომბრის რევოლუცია 17-ში ხო მე-20 საუკუნეში დოსტოევსკი ამბობდა რომ ერთი დაღუპული ბავშვის სულად არღის ეს ყველაფერია ხო უფრო მეტი უბედურება არ მოიტანა რევოლუცია უფრო მეტი სისხლი და უფრო მეტი ჩაგრულობა არ მოიტანა თუ ბატონი იყო ჩაგვრელი მე სოფლის თავმჯდომარე და რაიკომის დივანი იყო რა მნიშვნელობა ჰქონდა ერთი მითხარით ეხლა ხო რაღაც ეთყობა უკვე რაღაც კიდე რევოლუციები მზადდება და ეს ყველა არის სრულ რევოლუცია სიცრუეა ეს ყვარყვარეთ უთავდერეზმია გიორგი ეს ყველაფერი და თავის მოტყუება ჩვენ უნდა შინაგანად განთავისუფლდეთ მონობისაგან და ყველაფერი შემდგომში დალაგდება და სიყვარული ინეფებს დიახ, დიდი მადლობა, მამა. უბრალოდ აი საქართველოს ცხოვრება ადამიანს, ხო, აი ეს კითხვაც მინდოდა დამისვა, რომ თვითონ იმდენად რაღაც სხვანაირად ამაყები არიან, რომ ანუ სიამაყეც თავის უბრალოებაში კი არ წარმოაჩენენ, რომ შეიძლება იყო იმით ამაყი, რომ უბრალო ხარ და რაღაცა და ისეთი ხარ რა, რაც უნდა იყო ის არ ხარ და ჩვეულებრივად ცხოვრ. იმაში წარმოაჩენენ, რომ სიტყვაზე არ შეუძლიათ, რომ სიტყვაზე აი რაღაცაზე ხა აი ამას წინათ რაღაც კადრები, რაღაცები გამოვიდა, ხო? ეს ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს იცავენ, მამო, ერთს კი არ იტყვია, რომ სიტყვაზე აი ბოდიში იქნებ შეგვეშ, იქნებც არ სვა, აი კითხვასაც არ სვამე, რომ იქნებ შეგვეშალა, იქნებ ხდებოდი. ერთს უბრალოდ აი ხო შეიძლება რომ ადამიანს იქით გაღიზიანებე, რომ არა ჩვენ მართლები ვიყავით ეს მონტაჟია, ის მონტაჟი რაღაც აი, ანუ ეს არა მარტო კადრებზე და იმაზე კი არ არის, ცუდ აი ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცუდ აქციას ჩაიდა. უბრალოდ ეგრევე არ შეუულია, არ ყოფნის იმის სივაშკაცი, რომ გითხრას, რომ აღიაროს, რომ აუ მართლა შემეშალა. აი ეს რატო ჭირს, მამო, აი ეს სენი რატო არის, აი რატო ატყუებს ესე ბოროტი, იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ამის გამო ბევრი ოჯახი, მამო, აი შეიძლება უცბად
დიდ ჩხუბამდე ერთი შემთხვევითი ბოდიში წამოთქვას და უკვე იქ მორჩეს ყველაფერი. მაგრამ არა, იქ არც ცოლმა, არც ქმარმა, არც შვილმა არავინ არ დათმო და შემდეგ როგორც ირევა მონასტერი, თქვენ კარგად იცით, მამო. ეს იქნება სასწაული. დიახ. იცით რომ 10 წელია მე კურდებს საპრობილეებს უწმინდესის კურთხევით განყოფილების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლავართ და რა თქმა უნდა, აი ამ უმსგავსოების ჩამდენიც დამნაშავეა, მისი გადამღებიც დამნაშავეა და აი ამ კადრებით სპეკულირებაც დანაშაულია. იცით რა არის? ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვინმეს დახმარება და გამოსწორება უნდა საქმეს. ამიტომ აი ხედავთ, შედალოცილო, თუ ხედავ რომ ასე ხდებოდა, მოდი გამოვასწოროთ სიტუაცია და ის პირგაკერილი პატიმრები, რამდენი უკმაყოფილო პატიმარი და დაჩაგვრული პატიმარი, იმასთან შევიდე და დავეხმაროთ და ამით უსამართლობას მოეღოს ბოლო, ხო? არა, იცი, არჩევნების წინ კადრების ჩვენება, რომ აი თურმე რა ხდებოდა, აი ესე და ეს და ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დეპრესიაში ჩააგდო ამ კადრებმა. ვიცით, გავიგეთ, რომ სუდეთ იყო ეს ყველაფერი და მართლა ასე იყო ბევრი რაღაც. მაგრამ გამოსავალი ხო უნდა ვეძებოთ, არა? ხო არ შეიძლება ეძახო ადამიანს, რომ ასე, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? რითი შეუნუსუნდუქეთ? იმათ რო არ ესმით, მამო, იმის რო აი სიტყვას ესო დააშავა, მაგას უნდა ეძახო თუ არა, აი მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ აი მე რო რაღაცას დავაშავებ, მამო, ბოდიში შეგაწყვეტნით, აი სიტყვაზე ეს ჭიქა გავტეხე, ხო? არ მესმის, აი თქვენ ელაპარაკებთ, რომ ჭიქა გაგიტყდა, შენ დააშავე, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მე არ დამიშავებია. ამას ხო უნდა უთხრა, აი რაღაცნაირად, აი უბრალოდ აი ამ მომენტიდან მინდა რომ შევხედოთ, მამო, ამ საკითხს, იმიტომ რომ არ ესმით ეს ადამიანები ისე ამაყა დადიან ქუჩაში, რომ აი გეფიცებით ყველაფერს მე მერიდება ხოლმე. დაჟე აი ბევრად არ ვიცი შეიძლება მთელი ცხოვრება წესი ერთ ვიცხოვრო მაგრამ ჩემზე ისეთი სახე აქვს ხოლმე რომ ეხა იმას არ ვამბობ ხო ხდებით ანუ რას ვამბობ რა აი ძალიან ესეთი კლასიკური ნაწარმოებია ჯაყოს ხიზნები ხო ჯაყო რამდენ უსამართლობას ჩადის და კარგად ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი რომ სამართალიო ურმით მისდევსო ჯაყოსო აი ამასთანაც უსმენდი ერთ-ერთ პროფესორს, რომელიც ერთ რამეს ამბობს, რუსეთში თუ გახსოვს, ეკლესიაში რო გოგონები რო შეიჭრენ და ცეკვარო დაიწყეს ამბიონზე, ხო? იქ მერე გამოკითხვა ჩატარდა, აი ამ გოგონების სასჯელი რა იყოს, თქვათ, დავშტრაფოთ, ანუ ჯარემა გადავახდებინოთ, შრომა გასწორების კოლონია თუ ციხე. ეს არავის არ უთქვია, რომ არ ნანობს ეს ხალხი. თუ გიორგი, ის ხალხი, ვინც ესეთი რამე დააშავა, არ ნანობენ. იქ მერე შენ გინდა დააჯერებდე, გინდა დაიჭერე, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მას ღვთის სამართალი დაეწევა. ისინი თავს იცით როგორ იმართლება, ისინი ხალხს დღეს დადიან საზოგადოებაში, ზოგი თამადა, ზოგს ოჯახი აქვს, ზოგი ესე ხელმოღერებული ქართველი, ზოგი ეზიარება, გიორგი ჯვარი უკეთია და სტიქაროსანი შეიძლება იყოს და ძალიან ბევრი მათგანი ვიცი, რომ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ გიორგი ესენი და ამ დროს ამ ციბინძურეს ჩადიოდნენ ციხეებში. ანუ ადამიანი რომელიც თავს იმართლებს, იმას ახლა შენ გინდა დააჯერე, დაიჭერე, აზრი არ აქვს. თავარია ესენი უნდა ნანობდნენ და თუ არ ნანობენ, ვაი მაგათ პატრონს მერე გიორგი რა. ის სამართალი, რომელიც ურმით დადის, ყველას დაეწევა და ძალიან ცუდად დაეწევა გიორგი. მერთმა შეუნდოდა, ჩვენ რა უნდა თქვით იცით, რომ მერთმა სინანული მისცეს მათ. ის გოგონები საერთოდ არ ნანობდნენ თავიანთ დანაშაულს, ხო? და მთელი წარმოიდგინეთ, მთელი ორგანიზაციები, მთელი ეს თუ კი რა ვინმეს იყო ყველა დაუდგა მხარ კი არა თქვა ვინმე ეს გოგოები ცუდოები არიან ეს რაღაც გარკვეული იდეოლოგიით აღძრული ხალხია რომელიც გააბრიყვეს და ასეთი სიბინძურე ჩაადენინეს რომ იქნებ მოინანიონ რომ არა ივა მათი უფლებების დაცვა დაიწყეს და ასე შემდეგ და ის როგორც იქ ეს ჟურნალისტები რო დახოცეს მუსლიმანებმა და ჩვენთან რო დაიწერეს რომ მე შარლი ვარ და შარლი კი არა შვილო აზე მოდი და ჭკვაზე მოდი რასაკეთებ კაცო ვერ გავიგე ვიღაცის რელიგიურ გზნობებს რო ეხები შენ როგორ ახარ მართალი ერთი ამიხსენი რა თქმა უნდა არ უნდა მოკლა და თავი არ უნდა მოაჭრა მაგრამ უთხარი რომ მოინანია შილო თორედ შენ დაიღუპებ 10 წელიც რო ციხეში გაატარო და თელი ცხოვრება თუ არ მოინანია აი ამ კადრების აი ამ ქმედების ჩამდენი ხალხი ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვს გიორგი და მეცოდება ყველა ჩვენ უნდა უთხრათ რომ მოინანია შილო თავის მართლებას რა უნდა დაიქირავებ ახლა ადვოკატს და ის ადვოკატი რაღაც ესე გაგამართლებს წმინდანად გამოგიყვანს ხო ასე რომ ეკლესიის მიდგომა რა აი მაშინ იქ რუსეთის პატრიარქმა თქვა რომ ესევე დასაჯეთ და განიკითხეს რატო თქვა იმიტომაც თქვა დასაჯეთ რომ ვერ დაინახა სინანული მაშინ რომ დაინახა რომ ეს გოგონები ნანობენ თავიანთ ქმედებას ის აპატიებდა აუცილებლად და დაშა ცუდი კი არა დაშა იმიტომ რომ შენ ვერ ხვდები რომ რაღაც დააშავე რაღაც გარკვეული სასჯელი უნდა დაგინიშნოს ერმა
თქვა ცისხლის სამართალმა, რომ შენ იქ მაინც მივხვდე, საპრობილე რატო არსებობს? რომ საპრობილეში შენ რო გარეთ ვერ ხვდებოდი, რომ სოდული იყავი, მერე გინდა მაინც გაგახსენდეს, რომ ერთი არსებობს და მოძღვარი მოითხოვო და ძალიან ბევრმა პატიმარმა გვისმენენ ალბათ მჟავდებულმა, ციხეში გაიგო, რომ ერთი არსებობს და სოდვილი რო არის. თორემ მანამდე არ ფიქრობდა, ხო? ესეთი გალაღებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ის დანაშაული გიორგი ჩვენ ასე გვაწუხებს და ყოველდღიურ ატრიალებენ ამას ეკრანზე, ხო? ესეც არ არის ლამაზი. უნდა ვილოცოთ იმ ხალხზე, რომ ეს ხალხი მოვიდეს გონს და მოინანიონ. თუ არ მოინანიეს, ძალიან ცუდად დაამთავრებენ მათ ოჯახში დატრიალდება მსგავსი რაღაცა. იმიტომ რომ ვინც מחვილს აიღებს, ეს ახარებისეული კანონია, מחვილი თმე მოისპობა. რა უთხრა ქრისტიან პეტრეს, ხო? ჩააგეო מחვილიო, რატო აიღე מחვილიო, ხო? იმიტომ რომ ვინც מחვილს აიღებსო, מחვილი და მე ქრისტემ ყური გაუნთლანა შეუნთელა მონას, ხო? ასია ჩვენთანაც პატრიარქი ვინმეს კი ნახიათ, რომ ეთქვას რომ დიახაც უნდა დაავსაჯოთ, დიახაც ამის ღირსი და იმის ღირსი. შეუნდეთ პატრიარქი ამოს, მოინანიე ჩვილო, მოინანიე. თორე თუ არ მოინანიე, შენ გინდა გაგამართლოს ერმა, აუცილებლად დაგეწევა სამართალი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდე. მამოს არის და რა უპასუხო თუ შეიძლება რაღაცნაირად ისე გისმენთ? სამშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ბატონებო და რა მინდა იცით შეგეკითხოთ. ეხლა ჩვენ ყველანი ვართ, ნუ მე მაგალითად ვარ მოსული აი იმ წყობიდან, რომელსაც ერქვა კომუნისტური და სოციალური წყობა. იყო ესეთი ცნება, რომ სახელმწიფოებრივი მორალი იყო მაშინ. ჩვენ სკოლაში მე ვასწავლიდი, ლექციებს ვკითხულობდი ინსტიტუტში და იცით რა, ჩვენ ვქადაგებდით ჩვენ გაკვეთილებზე, ჩვენ ლექციებზე იმას, რომ იმ მარტო იმ საგანს კი არ ვასწავლიდით, ძირითადად. ჩვენ ვასწავლიდით მორალს. დღეს ეს მორალი არ არის იმ სკოლაში, არა იმ უმაღლეს განათლებაში. პატივისცემა, მე სკოლაში რო ვსწავლობდი, ვიყავი მე-9 კლასში, მე-10 კლასელთან რო გვერდში რო ვდგებოდი, თქვენობით ველაპარაკებოდი. და სად არის აი ეს მორალი, სად არის ის ბავშვთა აღზრდა? თქვენ ძალიან დიდი ბოდიში გენცვალე, მაგრამ რა არის იცით, სკოლა-ინტერნატში ვასწავლიდი და ბავშვები ზოგიერთი უამო და უდედო თიზდებოდნენ. მაგრამ სითბო ქონდა იმ ბავშვებს. დღეს აქვს ბავშვს აგრესია. თქვენ რატო არ ვლაპარაკობთ აი იმ მულტიკებზე, სადაც არის აი ეს ჯალათების უკაცრავად ის რასაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ის რაც ხდება აი იმ ციხეებში, ეს უმგზავრობა, ეს აზიზღრობა, რაც ხდება იქა. მაგრამ აი ამ ტრადიციებზე, აი ამ ცუდ მაგალითზე რატო ჩვენ ვზდით? ძალიან დიდი მადლობა. თუმცა არც მაშინ არის სწავლებოდა ღმერთი სკოლებში, ეს მე კარგად ვიცი და მსმენია კიდევაც. ეს პერიოდი არის, როცა პუტინი გაიზარდა მაგ ბავშვთა სახლებში და როგორი არის გაზრდილი, აგერ ხედავთ, ეგ არ არის უბრალოდ მე ვიცი, რომ დღეს ბავშვები თვითონ მამო სხვათაშო ისეთი განათლებული თაობა მოდის, რომ რაც არ უნდა არასწორი უჩიჩინო, მაინც არ დაილექება მათში, იმიტომ რაღაცნაირად ბავშვებიდანვე მონათლულები რაღაცა და შეიარაღებულები არიან და მიხარია ხოლმე, ძალიან საღი და კარგად მოაზროვნე თაობა მოდის, თუ სამწუხაროდ აი ეს ახალი რაღაცა ორგანიზაციები არ ჩაითრევენ მერე და არ გააგიჟებენ ხოლმე, თორე მაგარი თაობა მოდის მართლა და ვერ დაგითანხმებით იმაში, რა ვიცი, მაპატია ჩემ Skype-იც მივიღოთ, მამო, ერთი არ ვიცი, აი უცბად გისმენთ? გამარჯობათ ბატონო გიორგი. გამარჯობათ. დაგვროცეთ მამაო. გაიხარეთ. მამაო, ხშირად ობიექტივშიც არის ესეთი გამოთქმა, რასაც პატრიარქი იმეორებს ხოლმე, დაიცავი შენი წილი საქართველო, ანუ ენა მამული საოცნობის შემდეგ. იქნება აღვხსნათ თქვენ, რომ დღევანდელ ჩვენ ქრისტიანებისთვის საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, ჩვენი წილი საქართველო მარტო არის ეკლესია და სამხელი და სხვა არაფერი, იმიტომ რომ სხვა ყველაფერი როგორც ხედავთ, იყიდება ერთი ხელიდან მეორეში, მეორედან მესამეში, მესამედან მეოთხეში და ეთყობა მარტო ბილიკები დაგრჩება თუ ეს ამაში იგულისხმება ზეციერი საქართველო, სადაც უნდა წუთის სოფლიდან გავიპაროთ. რა არის ჩვენი წილი საქართველო? რა წილი გვაქვს დღესდღეობით ჩვენ მიწიერ საქართველოში იქნება აგვიხსნათ. დიახ, მადლობა, გაიხარეთ, დიდი მადლობა. ვერ გავიგე შეკითხვა. ანუ და აი უწმინდესი მამობს და თვითონ აი რგოლებიც არის ჩვენთან ვიდეო რგოლები არის, რომ დაიცავი შენ წილი საქართველო. აი ანუ მარტო ის არის ეკლესიაში და იმით განისაზღვრება, როგორ უნდა დაიცვა, ანუ რაღაც מחვილით და იმით თუ აი წერან თქვენ რო ახსენეთ, თუ როგორ უნდა დავიცვათო საქართველო ჩვენი იმით. ისევ თავიდან შეიძლება რომ დავიწყოთ. როცა განკაცებული ღმერთი მოდის პალესტინაში, ხო, მოდის ისრაელის მიწაზე. და ამ დროს ებრაელები არიან მონობაში.
და ებრაელები ეხლაც და მაშინაც ელოდებოდნენ პიროვნებას მესიას, ვინც მათ მაშინ გამოიხსნიდა მონობისგან და თელ მსოფლიოში გააბატონებთ. ეს პრობლემა მაშინაც იყო, მაგრამ სადმე გინახავთ, რომ ქრისტეს თქვას მახვილი ავიღოთ და რომაელები გავყაროთ. როცა ერი არის მონობაში, გიორგი, სულიერ მონობაში. ეკლესიის პირველი მოვალეობა ის არის, რომ ერი გაანთავისუფლოს სულიერი მონობიდან. და ხორციელი მონობა ყოველთვის პირდაპირ პროპორციულია სულიერ მონობასთან. თუ შენ სულიერ მონობაში ხარ, ვერ განთავისუფლები ვერასოდეს ხორციელი მონობიდან. რატომ იყო ყველა დიდი შემოსევა და ყველა დიდი დამპყრობელი ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ღვთის რისხვა მახვილი თქვენზე, თქვენი უკეთურებების გამო. ამას ჩვენ ვერ ხვდებით და კიდევ დგევართ და კიდევ პატრიარქს განვეკითხავთ და სახარებას არ ვკითხულობთ. ერი უნდა გამოვიდეს, განიწმინდოს სულიერი მონობიდან და აი შემდგომში უკვე გახდება თავისუფალი და შემდგომში აღარ იქნება ხორციელ მონობაში. შენი წილი საქართველოს ნიშნავს, რომ შენ ოჯახში, შენ საზოგადოებაში, შენ ეკლესიაში, ხა წარმოვიდგინე, შენ სახლში ვერ მოგიწესრიგებია ვერაფერი და მიდიხარ სადღაცას თქვათ, იქ უნდა მოაწესრიგო და ასე, ანუ ყველამ თავისი მე არ ნიშნავს, რომ მარტო ჩემი ნაბადი და მარტო აი ჩემი მიწა და ჩემი რაიონი და ჩემი ეკლესია. არა, უბრალოდ ყველამ, სადაც ჩვენ დაგვადგინა ღმერთთან, წარმოიდგინეთ, მე ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის თანამძღვარი ვარ და 5 შვილის მამა ვარ. აქ რომ მოუწესრიგებელი მქონდეს სიტუაცია, რაღაცა წავიდე, ახლა ამერიკაში ვიქადაგო მართლმადიდებლობა და სხვის შვილებს დაუწყო ჭკვაზე დარიგება. ხო, უხერხულად ჩავარდები და სისულელე იქნება, ხო? ამიტომ პატრიარქი გვეუბნება ამას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საქართველო, ოღონდ სულიერი თავისუფლები და სულიერი განწმენდით. ამას ვერავინ ვერ იგებს სამწუხაროდ. მერაბ მამარდაშვილი საკმაოდ საინტერესო ფილოსოფოსი და ჭკვიანი კაცი იყო და ყოველთვის ამბობდა ხალხო, ჯერ არის ჭეშმარიტება და მერე არის ეროვნულობა. აი ჩვენ ეროვნულმა მოძრაობამ რატო ვერ გაიმარჯვა? იმიტომ რომ პატრიარქს სამწუხაროდ არ უსმენდა ეს ხალხი და ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვეს. და თვითონ იყვნენ მონები უკეთური ქმედებებით საკუთარი ცოდვების, ნებების და ბუნებრივია ერი ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. მხოლოდ ჩვენი განწმენდით მოხდება ერის განთავისუფლება ყველანაირი მონობისაგან და ყველაგვარი რაღაც გარკვეული შემოსევებისაგან. დიახ, ძალიან დიდი მიხვედრა არ უნდა, ეს არის კლასიკური მაგალითი რა. ებრაელები ეხაც იმიტომ არ იღებენ მესიას, რომ მათი მესია გიორგი იქნება ანტიქრისტე, ვინც გააბატონებს ებრაელებს და იქნება გლობალიზაციის დასასრული. ამას მე მგონი დიდი მიხვედრა აღარ ჭირდება. ასეთი ქრისტე უნდა ყოველას, ასეთი მუჰამედი უნდა ყოველას, ასეთი ძლიერი ფიზიკურად. რატო არის კათოლიკურ ხატებს შეხედეთ, ხო, როგორ გეგონება ვარსკვლავები არიან ჰოლივუდის და ესეთი რაღაც ლამაზები და კუნთულები, რაღაც ესეთი წითელი ლოყები და ჩვენი ხატები ნახეთ როგორია ხალხო, რაღაც ესეთი სულიერი ტირის იცრემლება და ასე შემდეგ. ჩვენს გამო ისე ალბათ. ჩვენი ცოდები უნდა ვიტიროთ, აი წეს რა დროს ცოდების ტირილია, აგ შემოგვესია მტერი. რა ღმერთისნების გარეშე ხდება არა მე. თუ ღმერთმა არ დაუშვა, არ შემოგვესევა არავინ და თუ ხვდებით რომ ეს ყველაფერი ჩვენი ცოდების გამო უნდა აუცილებლად გამოვაცხადოთ საყოველთაო სინანული, საყოველთაო მარხვა. ისე კი არა მარტო აი მარხვაში რომ მოდიან ეკლესიაში და ეს მეჭმება, ეს არ მეჭმება და ძვირფასი თევზით რომ მარხულობენ და რაღაც ესე. როგორც ნინევიაში, აი კლასიკური მაგალითია გიორგი, ხო? მერთმა უთხრა რომ 3 დღეში ნინევია აღარ იქნება. 3 დღეში ნინევია აღარ იქნება. მივიდა იონა წინასწარმეტყველი და ცხოველებიც კი ამარხულეს, წარმოვიდგინე. და ნინევია გადარჩა, ხო? ამაზე კლასიკური მაგალითი არსებობს რამე. და ჩვენ ვითავართ ნინევიელებზე უკეთესები, ხო? თან მეტი მოგვეცა წარმატება. ჩვენ სამწუხაროდ მომო არ გვჯერა ჩვენ წინასწარმეტყველების და სამწუხაროდ ეგრე არის პატრიარქს არ უსმენენ მომო და იმიტომაც მაგრამ არ უჯერა. მობილურით არის მამა მივიღოთ ეს ბარღამ თუ შეიძლება. გისმენთ? ალო? გისმენთ? ეთერში ვარ? დიახ. გამარჯობათ? გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი გადაცემისათვის. გაიხარეთ. თქვენ მოწვეულ სტუმარს გიორგი, ხო? დიახ, მამა გიორგი. დიდი მადლობა, აი ასეთი აი უძირფასესი პიროვნება, უსმენ და მალამოწმედება მისი თითოეული სიტყვა. დიახ, გაიხარეთ. ძალადობაზე მე თვითონ პედაგოგი ვარ და ძალიან აი გული მწყდება. აი ახლა სკოლებში დარიგდა აი ასეთი თემა უნდა დაწეროს ბავშვმა ძალადობის შესახებ და ჰონორარიც კი არ დაწესებული. რამდენად სამართლიანია. ეხ ძალიან დიდი მადლობა მამო თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით მეც ცოტას დავამატებ რაღაც შევალამაზებ კიდე კითხვას და დაგისვამთ ერთიანად აი მამო სკოლებში საი ხშირად ხდება ხოლმე რომ ასწავლიან ხოლმე კი მართალი არის რომ რაღაც ყველა ადამიანი არის თანასწორი ღვთის წინაშე რა თქმა უნდა მაგრამ აი ეს ზოგს ზედმეტი მოდის სიტყვაზე მეუღლეს მოდის ზედმეტი თავის მეორე ნახევრის მიმართ სიტყვაზე და მართლა მონობაში ყავს და ისე ქალი არის რა და ისე ხომ იხდეს ეს არის მე აი ეს რაც იწევს მე სამწუხაროდ მე
უბრალოდ ჩემი აზრით ის რომ ეს ქალები მე მიდიან ხოლმე და რაღაც გენდერული თანასწორობა და რაღაც ორგანიზაციებში მე ესენი ტყუდებიან რაღაც სექტებში და ასე შემდეგ მიდიან სადაც იქ ეუნებიან რომ შენ აი შენი ქმარი ჩაგრავს და მოდი ჩვენ მოგივლით და ასე შემდეგ ტყუილა ხო სიტყვაზე მამო აი ადამიანს უნდა სულ თავისუფლება სულ არასოდეს არ უნდა ეხა დაჩაგრული რო იყოს ვის უნდა მამაო ხო არავის არ უნდა და არავის არ უყვარს ხო ეს ფაქტიურად ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ მაგრამ არა აი იმასთან დაკავშირებით მინდა მამაო აი ამ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით აუცილებლად მამაო თვითონ აი ქალი ან მამაკაცი ან ადამიანი რომელიც იჩაგრება იცი რატო ეს ქალის სიტყვაზე ის თანასწორობა სად რჩება იცით მარშრუტკაში როზი ხარ და ამოვა და დაგადგება თავზე რომ ქალი ვარ უნდა დამითმო იმიტომ ეგრე არ შეიძლება მაშინ თუ თანასწორები ვარ ჩვენ ციდეთი ხო აი ეს მომენტი მამაო თუ შეიძლება რა იმიტომ სადაც არ აწყობთ სიტყვაზე აუ იჩაგრებიან და სადაც აწყობთ ის არ ქვია არა ხო ქალი ვარ და ქვემოთ ვარ და უნდა დამითმო აი ეს მომენტი მამაო მაი ძალიან მაინტერესებს და თუ შეიძლება აი მასთან დაკავშირებით თუ იტყვით კიდე მაგრამ 5 წუთი დარჩა ბოლო სახარებისეული ეკლესიური სწავლებით გიორგი არა დედაკაცება და არა მამაკაცება ანუ ქრისტეში ერთია ყველა ხალხი ეს უკვე წერია ახალ აღთქმაში იქ არსად არ წერია რომ მონა ქალი მამაკაცის ხო პირიქით მამაკაცი ემსახურება დედაკაცს როგორც საკუთარი თავი გიყვარსო ისე გიყვარდესო როგორცო ქრისტემ შეიყვარა და თავი გაწირა ანუ მამაკაცს თავგანწირული სიყვარულით უნდა უყვარდეს თავისი ცოლი დედა კი არ უნდა აგინოს და კი არ უნდა ეშხუბოს უნდა პირიქით ხო უნდა მოეფეროს და უნდა ხელის გულზე უნდა ატაროს და ვიღაცას რომ ქრისტიანობა არასწორად ესმის გიორგი ხო ეს არის დამახინჯებული ქრისტიანობის შედეგები ეს ყველაფერი ხო მამაკაცი ვარ და მე შენ მონახარ და მე ბატონი ხო აი ეს ძალიან ცუდად ესმით მამო შენ თუ გინდა რომ იყო მეფე შენი ცოლი დედოფლად უნდა აქციო მაშინ ხო ასისულელია ხალხო ეს მაპატიეთ რა თუ ვინმეს არასწორად ესმის ქრისტიანობა ეს უკვე ცრუ კომაგები ესეთი გარკვეული ისინი არის ხო რა სამთავრო ორგანიზაციები როგორც კი დაინახავენ ამ ზუსტად არასწორი ქრისტიანობით მცხოვრებ ქრისტიანებს მაშინვე მიდიან და აი ეკლესია როგორ გეუბნებათ აი პატრიარქი რას ქადაგებს და აი ღმრთები რას გასწავლიან არც ერთი ღმრთელი და არც ერთი რა ვიცი ნორმალური ქრისტიანი თავის ცოლს არ დაჩაგრის და თავის შვილს პირიქით არც ერთი მასწავლებელი ძალიან ბევრი მასწავლებელი ჩაგრის ბავშვს ხო ცრუ რაღაც დესპოტური აზრები და გამომჟღავნდა კიდეც რაღაც გარკვეულ სკოლაში როგორ როსგავდნენ ბავშვებს და ასე შემდეგ ამის უფლება არავის არ აქვს ხალხო როგორ შეიძლება ასეთი რამე და უბრალოდ სირცხვილია რომ მეშმაკმა ასწავლოს ქრისტეს რა არის თანასწორობა რა არის სიყვარული რა არის მსახურება რა არის მორჩილება როგორც კი გიორგი ჩვენ გადაუხვევთ მარცხნივ და მარჯვნივ აი ეს არაწმინდა სული უკვე მაშინვე გვამხელს აი ხედავთ რა ხდება ეკლესიაში აი რა ხდება ოჯახებში აი ხედავთ მამა როგორ ექცევა შვილის ცოლი ქმარს ან პირიქით მასწავლებელი მოწაფეს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო არის არასწორი ეკლესიური ცხოვრებიდან გამომდინარე რომ ყველას თავისი ქრისტე ყავს ყველას თავისებურად ესმის ქრისტიანობა და ოჯახში ყველა რომის პაპი გახდა ფაქტიურად და ძალიან ბევრი მოძღვარი რომის პაპივით არის მე აფერ არ მეშლება ყველა მე უნდა მემსახურებოდეთ არა ჩემო ძვირფასებო ქრისტე მაგალითს მოგიყვანთ ადგა წელზე შემოიტყა არდაგი ფეხები დაბრანა მოციქულებს და თქვა ვისაც უნდა რომ თქვენ შორის იყოს უფროსი ის იყოს თქვენი მსახური ძეკაცისა მოვიდა არა რათა ემსახურონ არა რათა იმსახუროს ოჯახის უფროსი ემსახურება თავის ოჯახს ტაძრის წინამძღვარი ტაძარს ქვეყნის პრეზიდენტი თავის ქვეყანას ასე უნდა იყოს წესით და არა პირიქით ხო და კათოლიკოს პატრიარქი ემსახურება და ლოცულობს თავისი ერისთვის ეს ყველაფერი არის არა ქვევიდან ზევით არამედ ზევიდან ქვევით და მასწავლებელი ასევე მასწავლებელი არის პედაგოგი მიმყვანებელი დიდასკალოსთან ანუ ჭეშმარიტ მასწავლებელთან ქრისტესთან და არა გამროსგავი და ასე თქვა დამაბრკოლებელი იმიტომ რომ ძალიან ბევრმა პედაგოგმა და მოძღვარმა და ოჯახის უფროსმა დაუმახინჯა ფსიქიკა, მოწაფეს, მეუღლეს, შვილს არასწორი იდეოლოგიით, რაც ძალიან შორს არის ქრისტიანობისგან, ხალხო, ქრისტე არის სიყვარული, ქრისტე არის ჭეშმარიტება, გზა და ცხოვრება. ჩვენთან არავით არის რაღაც ზედმეტი რაღაცები არ უნდა იყოს და თუ არის, ეს უკვე ანომალიაა და ეს უკვე კეთრია და ჯირკვალია, უნდა განვაგდოთ ამ შემთხვევაში. ეს ეკლესიაში შეიძლება იყოს და ოჯახებში შეიძლება იყოს, სახელმწიფოში იყოს და ასე შემდეგ. დიახ და რაც თავარია მამო ეხლა დრო არ გვაქვს სამწუხაროდ ოჯახიდან იწყება. ხო აი ოჯახში თუ ხარ აი ესეთი დესპოტი და რაღაცა ისა საშინელი, იმიტომ რომ მამო ხშირ შემთხვევაში აი თუ დააკვირდებით ხოლმე მამო თქვენ არ ეხა მოძღვარი ხართ, მაგრამ აი ბიჭები მხვდებიან მეუღლეებთან ერთად და მაცნობენ ხოლმე, მაგრამ გოგოები რომ მხვდებიან თავის ქრონებთან ერთად იმას შვებიან, ერიდებიან და მიდიან ხოლმე, იმიტომ რომ ეშინიათ, იმიტომ რომ სახში მივა
ამ ადამიანს რომელმაც შვილი აჩუქა ესე იწვალა მისთვის და შეიძლება ცემოს იმის გამო საიდან იცნობ იმბიცო წადი ეხლა ეს არის მისი სისუსტე და ამის ცემაში იმაშვება არ ვიცი ესეთი რაღაცები აუცილებლად ამ თემასთან დაკავშირებით მამა გთხოვთ რომ თქვენ მოვძანეთ და გავაკეთოთ კიდე 20 წამიდან ეს უფრო სხვა თემაა გიორგი და მე მინდა რაღაცნაირად ესე დავამთავრო რომ შეშინებულია მამაო დღეს ოჯახების წევრები ერთმანეთის სასურველია მშობლებმა ბავშვებს და მასწავლებლებმა სკოლაში ბავშვებს ასწავლონ ცხოვრების მიზანი აი სახელმწიფო შეიძლება არსებობდეს ცხოვრების მიზნის შესახებ ადამიანში გავაღვიძოთ ბავშვობაშივე რა მიზანი აქვს მას მას ეუბნებიან შენ უნდა გამოხვიდე პრეზიდენტი ბიზნესმენი ექიმი პროკურორი მაგრამ არავინ რომ ადამიანი უნდა გამოხვიდე შვილო და ქრისტიანი უნდა გამოხვიდე ოღონდ სახელად კი არა ცხოვრების წესით უნდა იყოს ადამიანი გიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი და უფალი ღმერთი ყოველი გულითან გონებითა და ნებითა მადლობა გიორგი მოწვევისთვის გასა მადლობა თქვენ მამაო ძალიან გელოდებოდით ეს ხო მამა გიორგი თეოდორაშვილი თქვენ ჩემზე კარგად იცით და გემშვიდობებით იქითა სამშაბათს საღამოს 9:00 დაგიმდოთ მე კი გახდით გიორგი დარასელია და რა ვიცი ბედნიერება და სიხარულს გისურვებ და არასოდეს აი გაუთხილდით ერთმანეთს იმიტომ რომ თქვენთვის შეიძლება ვიღაცა არაფერი იყოს და დამნაშავე მაგრამ ვიღაცისთვის ყველაფერი იყოს და ასე რომ გაუთხილდით ვიღაცას მაინც ატკეთ ამის სულ ყველაზე სხვა ვარიანტში ღმერთისთვის მაინც ვირფასია ის ადამიანი ვისაც თქვენ შეიძლება დღეს გული ატკინო და არაფრად ჩათვალოთ კარგად ზანდებოდეთ